სენაკში სორტას საველე ბანაკის ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა სიტუაციური საველე სწავლება ჩაატარეს. მასში აღმოსავლეთის და დასავლეთის ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სპეციალური ოპერაციების სარდლობების, ეროვნული გვარდიის სამხედრო დაზვერვის და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. სწავლება დაზვერვის ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის შემოწმებას, საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას და ახალი სადაზვერვო საშუალებების პრაქტიკულ გამოცდას ისახავდა მიზნად. აღნიშნული სწავლება საველე შეკრების მსტოვარი 2025-ის ფარგლებში ჩატარდა. სწავლების მიზანი იყო დაზვერვის ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების დონის შეფასება, საველე გაწაფულობისა და დაზვერვის ტაქტიკური უნარჩვევების დაკვირვება, შეფასება. აღსრულების ფაზაში ჯგუფის მიერ შესასრულებელი დავალებებია: ინფილტრაციის განხორციელება, ტაქტიკური გამოკითხვა, რაიონის, ზონის, მარშრუტის რეკოგნოცირება, რეიდის განხორციელება, ექსპლუატაცია და უკუბრიფინგის მოხსენება. საველე საწმენდ ბანაკის სორტის ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებმა ჩაატარეს სწავლება, რომლის სცენარის ფარგლებშიც მოხდა მოწინააღმდეგის აღმოჩენა, არაპირდაპირ ცეცხლის გამოძახება და შემდეგ ჩასაფრებით მათი განადგურება. ოპერაცია ჩატარდა წარმატებით.